ყველას მოგესალმებით, რა თქმა უნდა გისურვებთ კარგ დღეს ბატონო, წარმატებულ დღეს რაც თავარია, პოზიტივით სავსეს. და რაც ყველაზე მთავარი არის, ჯანმრთელობა და ღვთისმსახურება არ მოხდებოდეთ რა. ესე იგი, ვიდეო რომელიც მე მინდა გაჩვენოთ თქვენ, თუ ნანახი არ აგაქვთ ეს ხალხი, წინასწარ რა თქმა უნდა მე ბუდიში გიხდით ბატონო, იმიტომ რომ ნახდად არ მინდა რომ მე ვიყო ის ადამიანი, რომელსაც მაგალითად გაგაცნოთ ეს ხალხი, რომელიც რაღაცა გაურკვეველ უაზრო, თქვათ, მიმართულებას მიყვება და ეს ადამიანები მე შემხვდნენ TikTok-ზე და თუ TikTok-ი არის, ხო, როგორც არის რა TikTok. ესე იგი, ამ პლატფორმაზე ესენი შემხვდნენ და არა მარტო ეს, ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაცა მიმართულებები შემხვდა. იყო იქ მიმართულება რაღაცა ჟიზმვარამ, ნოაიე დეიჭირენ იქ რაღაცა ოჩიშევარდნილ არიან, რაღაცა ხო ჩონგა, რაღაცა ეგეთი ვარიანტები. ესენი დაბლოკი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე არ მაინტერესებს ეს რაღაცა იქ ჯერ TikTok-ზე გარჩეული რა უბედურება არის, ხო? ეს ერთი, მაგრამ ისე ხო საერთოდ. ხო და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ავერიდე და ფიქრობ, რომ საქართველოში ნამდვილად იქნება, თქვათ, რაღაცა გვერდები, რომლებიც მაგალითად აი ხო რეკომენდაციაში შეხვდება და იქნება კარგი. ესე იგი, მიმდინარეობები, რაღაცა ცეკვები, ზოგი ცეკვავს, ზოგი ვარდება, ზოგი გარბის, ზოგს მოძდევენ. ეს ნაცქოცური მიმართულება, ეს ხო საერთოდ კატასტროფა არის, დედის გინება ერთმანეთზე და ასე შემდეგ. მე რაღაცა მიმართულება არის, რაღაც აფხაზეთი უნდა დაიბრუნონ, რაღაც იქ TikTok-ზე ვიღაცა აფხაზებს ერთვებიან, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი ტერიტორია, ისინი იქიდან უყვირან, არა ჩვენია რაღაცა და ამათ გონიათ რომ ამ რაღაცა ინტერნეტ მოლაპარაკებებით იმ იქეთა მხარესაც და ამასაც რომ რაღაცას შეცვლიან. არა და მაგას მთავრობები ალაგებენ ჯერ ერთ-ერთიც. ისიც იქიდან ვინც არის თქვა აფხაზეთიდან და იჩემებს რომ აფხაზეთი ჩვენია და რაღაცა აი რუსეთი თუ გადაწყვიტავს რომ თქვა მაგ ტერიტორიაზე თქვა სხვა საქართველოს გარდა კიდე სხვა შევიდეს და სხვა მართოს მან და აფხაზ ხალხს საერთოდ არავინ არ შეეკითხება იქ როგორც უნდა რუსეთი გააკეთეს როგორც ჩვენთან მოხდა ანუ ქართველისთვის იქ არავის არაფერი არ უკითხია პირდაპირ მოხდა შუღლი და ეს კიდე სხვა თემა ამაზე რო არ დავშედ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დავბლოკე და შემხვდა მე ეს უჩა და ქეთი ესე იგი თავიდანვე ვამბობ რა პირდაპირ არ მინდა ეს რაღაცა ლანძღვაში გადამივიდეს არც ვილანძღები ანუ ისეთი თქვა რაღაც უშვერი სიტყვებით არ ვილ სიტყვაო ბატონო აი უყურეთ ახლა მაგალითად ჩემი აზრი ამ ხალხზე რა ეს არის ორი ავანტყოფი ადამიანი რომლის გაპოპულარულებაში და კიდე გაგიჟებაში რომ ესენი აი ვიდეოებს იღებენ და შეგულიანდნენ ბატონო ეს არის იმ ხალხის ბრალი რომელიც მაგალითად თავს ისულდგმულებს რომ თავისზე უფრო უარეს იდიოტებს ხედავენ რა და განან იქ და დასცინიან და აი რაღაცა აი ის და ურეკავენ და იქ რაღაც მერად უნდა წაგიყვანო და რაღაცები აი რატო ვაკეთებთ ხალხო აი ხო ხედავთ რომ ადამიანები აი ვერ არიან თავის შუაზე რა სამკურნალო არის ორივე ის ჯერ ამ ხელაკაცი არის დაშინებული ყავს ამ ქალს სიტყვა ვერ უთქვია რა ნორმალურად ეს ქალი თავს დაესხმო ეგრევე ის ქალი ვერ არის ფსიქიკურად ნაღდად ვერ არის რა ეხა ამას დაყურებაც არ უნდა პეჩატი აქვს რომ ეს უკვე ანუ ვერ არის თავის შუაზე რა და არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ დაყრინებით მე ნაღდად გული შემთხვევა რომ აი ეს ხალხი ვინც მაგალითად მაგაძე რაღაცა ცოტა წინ არიან და რაღაც პატარა წარმატება აქვთ შეიძლება ზიან და დასცინიან ამათ და ესენიც ხო ესენიც ვერ ხვდებიან ხო ანუ იმდენად რაღაც გამოუსვლელი ხალხი არის რომ ვერ ხვდებიან რომ დასცინიან რა და რა ვიცი აი უბრალოდ რისი მომცემია ეს ყველაფერი არ ვიცი და ზუსტად ეს იყო მიზეზი იმის რომ TikTok-ი მე წავშალე საერთოდ იმიტომ რომ აი ამ რაღაცა გაუბედურებას ხო ვერ უყურებ რა მაგრამ რა გინდა რაღაც ვაგერ Instagram-ზე შემოვიდა YouTube-ზეც არიან უკვე ხო და ეს ნუ ჩემი აზრით ვამბობ უბრალოდ ნაღდად არ არის თან მით უმეტეს ახლა თუ უმეტესობა მასა ის ხალხი ვინც ქრისტიანები ხართ ბატონო და უყურებთ ამ ადამიანების თქვათ რაღაცა რასაც ისინი აკეთებენ ამას მე კონტენტს ვერ დავარ ეს არის რაღაცა გაურკვეველი სისულელე უბრალოდ გახარ და აი დასცენი ხარ და ესეც კიდე მე მგონი არ არის რაღაც ქრისტიანული სახციელი რა იმის მაგერად უთხარით რომ რამე ნორმალური გადაიღე ან რაღაცა ან შეეშვით ერთმანეთს რა სჭამთ ხო იმა რაღაცა თქვა ამანესისა და ასეთი რაღაცეები რა და ამიტომ ჩემი აზრი არის უბრალოდ რა ჯობია რომ ესეთ ვიდეოებს რო ნახავთ უბრალოდ აისხლიტოთ რა რეკომენდაციაში რო არ მოხდეთ და მორჩება რა ამით დავთავრდება თან ეს ხალხის მიხვდება რომ აზრი აღარა აქვს ესე იგი არც არავინ არ ნახულობს არც არავინ თქვა
არ იწონებს და ესენი შეეშვებიან და შეიძლება მართლა რამე ნორმალური საქმეს მოკიდონ ხელი რა. და სხვათა შორის ეს მათხოვრების თემაც ხო ის არის რა გამაღიზიანებელი. ეხლა იმას არ ვამბობ მე ყველა ადამიანზე. ანუ ვიღაცა იქ მართლა იქნება ესეთი ვისაც ჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ ხა ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი გაქვს, ხო? თავი არ ტყივა, დადიხარ ნორმალურად, ხო? იმუშავე, წადი რა პრობლემა არის რა იმაში. სხვა ქვეყანაში წადი იმუშავე, ჩამოდი და მე რაღაცა დაიწყე გააკეთე. ანუ მაგრამ ეს არის გაადვილებული არის რა. იქ ვიღაცა დაეხმარა, ვიღაცა დასცინეს იქ ფულს გაუგზავნის აცეკვებს. ხო და რა ვიცი რა, რაღაცა ჩემი იმით ვამბობ რა, მე კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, ბოდიშ გიხდით. თუ ეს ხალხი თქვენი ნანახი არ ყავდა და მე განახეთ, ბოდიშ გიხდით, მაგრამ თუ შეხვდათ კიდე, ხო, მე ესე ვაკეთებ. რეკომენდაციაში როგორც კი მოხდება ეს ხალხი, მე ბლოკავ ეგრევე, რომ ანუ არ მოხდეს ესენი რა. მაგრამ რავი, ეთყობა ალბათ იმდენი ადამიანი უყურებს და რაღაცა მე თვითონ ვაჭარ ხოლმე, რომ აი პოპულარული რაც არის, ის რომ ნახო რა. ხო, აი გამოდის ეს ხალხი ამოდის ეგრევე რა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. კარგ დღეს გისურვებთ ბატონო კიდევ ერთხელ და რა ვიცი დარჩით რა, კიდე რაღაც ვიდეოებს ავტვირთავ, იმიტომ რომ ეს კვირა ინტერნეტში შევხვდა ბევრი რაღაც ისეთი ვიდეო, რომელიც განსახილველი არის რა. აბადროებით. Პაპატიათ, გენაცვალე, მაგრამ გაეთქვიათ აქედან. სულ ინფორმაციებს ნუ აქცელებ. ეგე? მე მინდა თქვა. კეთი ყოფილა მაგარი ნიჭიერი ადამიანი. მაგარი, გაგებული ორი ტიკური გოგო, რომელიც ურეკავენ მერიიდან საიდან არ ურეკავენ ამ გოგოს. რომ პრეზიდენტად იქნება თუ რა იქნება, რომ დაგვსვამთო და ჩვენი მხარეთ ჩვენ ყველანაირად ყურადღება მოგაქცევთ. ამას თავიდანვე პატრონი რო ეყოლოდა. ეს იქნებოდა მაგარი წესიერი გოგოა იგერეთა და ჩამოყალიბებულია უფრო უკეთესი. მაგარი განათლებული გოგო. ეს არის რაღაც სასწაული ნიჭიერი გოგო რო იტყვია და მე თავს ავხრი ამის წინაშე და მე მჯერამ ყველაფერი. ძალიან ამჯერამ. და დიდი მიღწევები ექნება ამას. აი დიდი მიღწევები ჩემო გაიყავ. პრეზიდენტაზე არ არის ხომ პრეზიდენტაზე გასვლია რომ მაგრამ ყველა რელიგიურად და პოლიტიკურად ყველაფერს ვაკეთებ და ხალხი მირეკავენ საქართველოდან და ქეთევა გვინდა ქალაქის მერი გახდე, ქეთევა გვინდა ამ იმაში მოგიწვიოთ და მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ პოლიტიკაში ძლიერი ქალბატონი ხართ და გვინდა რომ იყოთ ჩვენს გვერდით. არის ასეთი შემოთავაზებები. ასეთი არის ჩემო ხალხო. დედეკავა უნდა დალიო შენ მითხარი. მე ხუთე მეათე. აჰა, რამე ჩვენ დალიო. ხო, დაგინახო მითხრო გული მაქსუდა ჩოკასებია. ნახო თეთრე. დაძელი დაუბრები შენ. ალა, გაგებუტე. ადა. ვაი, ბუტე, გაგებუტე აღარ გეთამაშე. და არ დაგეპალაკები შენ. ლოტო, კოკონატო. მე უნდა ვითაშო და ჩავიდე. Tati ბაკანები გიგიდო. შეცხვი მარტაკარო. მე დატოვი მიკაც. და ვიტაკო. ლული. ერთად ვატალოთ ლული. ერთად და დავიდე. დავიდით. დავიდე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდება ღმერთს, დიდება საქართველოს, გამარჯვებას დიდება. He knows what he's doing.